მოგეთ დღეს გვექნება ვლოგის სტილის ვიდეო. იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრმა თხოვეთ რომ სად არის შენი ხალი დაგვანახეოთ, მოგვენატრაო და ასე შემდეგ და მოგეთ დღეს რაღაცა პატარ-პატარა საქმეები მაქვს და თან ჩემი მოტოციკლეტი უნდა გამოვაღვიძო ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სხვა მოტოციკლეტებზე კატაობით ჩემი მოტო ძალიან დავიკიდე, ესე ვიტყოდი და უკვე მტვერი დაედო და ძალიან ჭუჭყიანია და ასე შემდეგ. მოგეთ მოტო უნდა გავრეცხო. პლუს ვინც იცით და ვინც არ იცით. კვადბლოკმა გამომიგზავნა ძალიან მაგარი რაღაცები. ეს არის მოტოციკლზე ტელეფონის სამაგრი არის, თავის დემპინგით და ასე შემდეგ. მოგეთ ამასაც დავაყენებთ აუცილებლად დღეს. ხო, ეხლა რაც თავარი არის, ჯერ მოტოციკლი გავაგოროთ და დანარჩენი მე გზიდან გავაგზავნოთ. შევოთ რა როგორ და რანაირად. მოგეთ არ ვიცი, რამდენად კარგი გამოვა, რაღაცა პირველი სატესტო ვლოგის ვიდეოს ვაკეთებ და მოგეთ რავი თქვენზეა დამოკიდებული. ლაიქები და კომენტარები დაუშვით. მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ. ჩიპი ავიღოთ, რომ სიგნალიზაცია არ ჩაგვერთოს. ჩემი საწყალი დენი ხანია დგას და ოპა ჩვენ გავაკეთეთ ეს რომ აკაცეთ მოტოციკლს არ გავებოთ და გავაფუჭოთ. ბენზინს უნდა ჩავასხათ აუცილებლად, იმიტომ რომ ბენზინი საერთოდ აღარ მაქვს მოტოციკლში. ვიდეოს კალონ-კალდი მაინც მივახცევ. მინი კვადბლოკს ჩავდოთ, ამისთვის მე დამჭირდება შისტიგრანიკებით ისეთ. ჩავდოთ. ჩვენ ზათვათ ხ გარაშ დავკეტავ და დავეთით. მოკლედ ესე იგი რა მე ხო სულ რაღაცა პრობლემა უნდა გამეჩითოს. გამიფუჭდა იმისი რა ქვია. კამერის სამაგრი და მომიწია ესე დამაგრება იმისი რა ქვია. ჩემი Insta 360-ის ჯუხის. წავედით უცებ ბენზინი ჩავასხათ. თორე ვაფშე აღარა მაქვს. ამდენი ხანია ჩემ მოტოზე ამიტომ. ყველაზე ცუდ დროს გამოვედი, რაც კი შეიძლებოდა. ელა მამაო. მე ხა იმას ვიქნებ, რომ სად გავრეცხო. უნივერსიტეტის ქუჩაზე ავიდე თუ დიღომში გავიდე. ეხა პორტალის სუპერით დავიტენოთ და გავაგზავნოთ მე გზა. მანქანების უკან დგომა არ მიყვარს ხოლმე. ბენზინ გასამარცად უზე. იქ და შევამიჩნე. სუპერი გვაქვს, პრემიუმი, აი სუპერი. კეთაც. აქ იმედია დღეს მოტოციკლიდან არ ჩამოგსვამენ. აი ხანე ჩემი მოტოციკლი ქალაქში არ გამოსულა რა. ალზე არა ვარ, რადა როგორ იქნება. ზედმეტად ხმაურიანები ვართ. კამერა რა უცნაურად არის, მოგეთ წინ უყარი, წინ ხედველობის არეალს მაგრად მიზღუდავს, თვითონ ხო არაფერი, მაგრამ მოგეთ ისე მივეჩვიე უხმო მოტოციკლეტებს, რომ აი ჩემი მოტოციკლეტი ძალიან ხმაურია. შეშიდარიგით მარჯვენა მხრიდან არ უნდა ვასწრებდით, მაგრამ ახლა ტემპი დავიჭირეთ აქედან ბარემ მივყვეთ, ფერი უჭირს. სხვათა შორის ამ ბოლო დროს გავხდით ძალიან ფრთხილი, ალბათ უფრო ზედმეტად ფრთხილიც კი. ეს ასაკის ბრალია თუ რისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ უკეთ ხასიათი მეცვლება ვატყობ აშკარად რა. თან მაგრად მეცვლება და პლუს რაღაცა სხვა რაღაცეებითაც ვიწყებ კაიფს მოტოციკლებზე.
ჩემი ჰარლის ფასი არაფერი არ არის რა. მევასება და რა გავაკეთო. ასე მგონია პირველად დავჯექი ჩემ მოტოციკლზე. მართლა იმდენი ხანი ამჟდარ. რატო ბუქსავთ ამდენს? საბურავები გადამიცდა. თუ რა ხდება? აროჩე რა, ჩემ ჯინაზე უნდა დაიგეთოს ყველაფერი. ცხოვრებაში აქაურობა დაკეტილი არ ყოფილა, რაღა ეხა დაიგეთო. აროჩე რა. რო ვიძახე, ყველა მემებძის მეთქი არ ჯერათ რა. აქ ზემოთ წავიდეთ. მოგე თუ მუსიკას არ უსმენ ჩაფხუთში, აი ჩერეს ჩუძან დიდი ხმა აქვს რა. მე რო შეგაწუხებს ისეთი დიდი ხმა აქვს, motorcycles. ავტარადის ვარიანების თუ დამიკეტეს და ის და ცოტირე მაშინ არ ყოფილა ჩემი ბედი არის ხოდა არის და აი ბიჭო აქაც აიღეს გამაგიჟებენ ესენი მოდ სად გავრეცხო მოტოციკლები თო ფიზდეც ტაქს მოკედ მოტოციკლების გარეცხვა როგორც ვატყობ მე დღეს არ გამომდის არა ჩემი ბედი გამომაში კვადლოკი დავაყენოთ და მე ბედი პატარა აქტივობაში ჩაქთავთ აუცილებლად ბიჭო მოტო ვერ გავრეცხე მე სიცხვილე აი არა უშავს ამ დღეებში გავრეცხავ ნაგარია მოკეთ დღეს სამაგრი გავაფუჭეთ მოტო ვერ გავრეცხეთ კიდევ რას გიმზადებს ეს დღე ეი გავჩერდები მაგრამ კვადლოკი მივაყენოთ აქ კვადლოკის დაყენებას დიდი ფერის არ ჭირდება ამბავი აქ ეს არის кейსი ეს არის ბრონი კაი ბრონს მე დავაკრავ და ეს სამი რაღაცა გვაქვს დასაყენებელი მე ვასება თავისი შისტიგრანიკიც მოყვება თურმე და აქ მე როგორც მახსოვს ეს დიამეტრი იყო პატარა ეს პატარა არის არ მინდა ჩვენ დაგჭირდება სავარაუდოდ აი ეს ეს არის ზეიდია პირიქით ესე ოლალა აი ეს так, ხა მე როგორ მინდოდა მე მინდოდა სადღაც აი აქ დამოყენებინა. ეს არის ყველაზე იდეალური ადგილი მე მგონი. ოთ так. დგას ხუშიანად. ჩვენ გინდათ ახლა კიდე ეს დემპერი, თქმა უნდა თავისი შვიდწიგრანიკით არის წარმოდგენილი. აქ ვაკეთებთ ეს რაღაცას ჩვენ. ეს უნდა დავამაგოთ. აქანე. ესე. საკმაისია. გადავუშჭიროთ, მგონი კარგად დგას. დავაძროთ ჩვენი кейსი. შიშიშრალომოზეთ გამოიყურება. მოიღოთ ჩემი ტელეფონი. გარისუფთა ტელეფონი მაქვს. так. და ну так. არის ჩიკიპიკი. გამოიხოთ გავტესტოთ. მე მგონი კარგად გამოიყურება, თქვენ რა შეთქვით. შუაგზაზე სერიალსაც უყურებ, რამე იყოს მეფსაც ჩართავ და ასე შემდეგ. ცოტა წერათ არის, არა, ამაში ხა ცოტა ავატრიალებ, მიცოდე ბარემ მოდი გავაკეთოთ. ბარემ იდეალურად იყოს. ძალიან მარტივი მოძრაობით, აი ამ პულს დავუშვებთ. აი ესე იქნებოდა. იდეალურად რომ იყოს ხო? შეხომ ხა სწორად. შემოვუჭერი ხა მე. აჰა, всё, არის იდეალურად. განათე, всё, ეგ არის. დაჟე ამის ოდნავ, ისე ნახე რა ვქნა და უშვებ. და ოდნავ ესე ავწევ. პირდაპირ უყურო გემრიელად. ეს არის იდეალური სეტაპი. აქეთან ხარეს პლუს დამტენი მაქვს. ტელეფონს მეორე მხრიდან მასიზავ და დამტენსაც შევაერთებ ხოლმე ჯიგრულად. მოკეთ მე მგონი, რა ვიცი რომ შეხედოთ, მე მგონი იდეალურად ზის. ადგილიც კარგად მოვფიქრე, სწორადაც დგას, რომ რამე იყოს, აქედან თუ მინდა მე მოხსნი და ესე დავაყენეთ, ესეც იდეალურად დგას. გამოგახსნეს ტემპერიც აქვს, ვიბრაციებსაც შეჭამს. მოგეთ კვადლოკი არის, ერთადერთი, რომელიც მე პირადად მაგრად მევასება და მაგრად ვენდობი რა. ვიცი რომ მე აქედან სულ რომ მოინდომო ვერ ამოაგდებ რა, ეს ტიპი თუ არ გაწიე, ისე ვერ ამოვარდება და ეს დემპინგის პონჩიც კაია რომ ვიბრაციები ზოგადად გეცოდინებათ ალბათ ან თუ არ იცით iPhone-ის კამერას აფუჭებს და ეს ტემპერიც ძალიან კარგია რომ კამერა არ გააფუჭოთ. მე მგონი წვიმას აპირებს ჩვენ ნელა გარაჟისკენ ჯობია რომ დავიძრათ. მოგეთ დღეს პატარა დოზით მინდა კომპანიებზეც ვისაუბრო.
ზოგადად, ანუ რა გამოწვევებს ვაწყდებით კონტენტ კრეატორები, ესე ვიტყოდი. აი ქართულ ბრენდებთან და კომპანიებთან ურთიერთობა არის, აი რავი, კატასტროფა მოკლედ რა. ბიჭო, ეს რომ თავაზო პროდუქტს ისეც, რომელიც ანუ მე თვითონ არ მომწონს და ნუ კი შეიძლება კაი ჯანდაბას რაღაცა მომწონდეს, მაგრამ რაღაცა არ მომწონს რა. შენ თვითონაც იცი, რომ ეგ რაღაცა ბევრს არ მოეწონება. იცი რომ მინუსი აქვს და იმის მაგირად რომ გამოსწორებაზე იფიქრო, მეუბნები რომ მოდი იცი რა, აი ესე თქვი, ესე გააკეთე, ამაზე ყურადღება არ გაამახვილო და ასე შემდეგ. ბიჭო, ანუ ბოდიშ და თქვენ ანუ მე თვითონ თუ რაღაცა არ მომწონს და მე თვითონ თუ ვფიქრობ რომ ის რაღაცა ანუ სხვას რაპონჩი უნდა უთხრა რომ დავა იცი რა მაგარი რაღაცა. ანუ მაგაზე რაპონჩი არ ფიქრობთ. ან რატო გონიათ რომ, მაგრამ მე ვიცი რატომაც გონიათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კონტენტ კრეატორის და ინფლუენსერის გაფუჭებულია რეალურად ეგ და განსაკუთრებით ეს რო ავიღოთ რა ქვია. ფუდ კონტენტი რო ავიღოთ, საჭმის კონტენტი. ბიჭო, ყველაფერი გემრიელი როგორაა თქვენ შობელძაღლებო და ყველაფერზე აუ და უი და ვაის როგორ იძახით ბიჭო. ანუ ყველაფერი გემრიელი როგორ შეიძლება იყოს. აი მაგის ბრალია ზუსტად რა, რომ რეკლამაში რო ფულს აიღებ, ეგ იმას არ ნიშნავს რომ რაღაცეები უნდა დამალო და ასე შემდეგ. დედამოტყული თქვი რა ის რა რაც არის. არ მოგეწონა თქვი რომ არ მოგეწონა. რაღაცა მოგეწონა თქვი რომ რაღაცა მოგეწონა, რაღაცა არ მოგეწონა. ეს ყველაფერს ხება დიდება ბიჭო, რა უბედურება არის თო აი. ავი რა მე არ მესმის მოკლედ რა. ძალიან ბევრ კომპანიასთან მაქვს და მქონდა მოლაპარაკება და ძალიან ბევრთან ვერ შევთანხმდით ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე რომ ბიჭო აი როგორ რაღაცას გეუბნებიან იცი რომ აი თქვა მაგალითად პროდუქტი გამაცნეს რა რომ აი ეს და ეს გვაქვს რა. მე ясნია მე თვითონაც უნდა აი გავტესტო, გამოვტესტო რაღაცა რომ ჩემი აზრით ჩავმიყალიბდეს რა, მომწონს, არ მომწონს. მეც ხო უნდა მქონდეს რაღაცა აზრი ის რომ ეხლა მე ესეთი პროდუქტი მაქვს, მოდი ამდენ გადაგიხდი და დამირეკლამე, ეგრე არ ხდება ჩემთან მოკლედ. მე თვითონ თუ კარგად არ გავერკვიე რა, როგორ ანაირად ასე შემდეგ, მოკლედ ჩემ მაყურებელს ვერ შევიყვან იმას შეცდომაში რა. და განსაკუთრებით კიდე მით უმეტეს, ანუ მე თვითონ თუ რაღაცა არ მომწონს, გამორიცხულია რომ ვინმეს უთხრა რომ იცი რა, ნახე რა თესლობაა რა, მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ რეკლამაში ფული გადამიხადოს და ასე შემდეგ რა. ძალიან დიდი ბოდიშს მე, მაგრამ არც ეგეთი ტიპი ვარ და არც ეგრე არ მიჭირს რომ ფულის გამო რაღაცეები მოვიტყუო და ასე შემდეგ რა. ხო და ძალიან ბევრ კომპანიას უტყდება ხოლმე რომ აი ვეუბნები რომ იცი რა არის, აი ეს რაღაცა კონკრეტულად ძალიან კაია და მაგრამ მომწონს, მაგრამ ბიჭო აი ეს მაგარი რა. ხო და ანუ ეს უნდა ვთქვათ რა რომ აი იცი რა არის, აი ამაში მინუსი გვაქვს, მაგრამ აი ამაში პლუსი გვაქვს და მე თვითონ მომხმარებელმა გადაწყვიტოს რა როგორ უღირს რა. ხო და ჩემი აზრით ეგ არის რავი ძალიან რეალური და სწორი. იმიტომ რომ შენ თუ აანალიზებ შენი პროდუქტის მინუსს და იმის გამოსწორებაზე არ ჩალიჩობ და პირიქით ცდილობ რომ ამ მინუსზე ყურადღება საერთოდ არ გაამახვილო, არ გამოასწორო და პირიქით შეტენო ვიღაცას. აუ ეგ არასწორი მიდგომაა. ეგ არის ფაქტიურად დღევანდელი ფული რა. დღეს შეიძლება 1, 2, 3 და 10 კაც შეტენო, მაგრამ გაგიბაზდება ბოლოს რომ რაღაცა ვერ გაქვს ისე ხოძე და იმ 10 კაცას დაკარგავ და შემდეგი კლიენტები რას უნდა ყოლო და იმათაც. ხო და ცოტა აზე მოდით რა. და ეგრე არ არის რომ ფულს ვიხდი და რაც მე მინდა ის ილაპარაკე. აი ჩააფურთხეთ აგე, ჩემთან ძმებო მაგას ვერ ეღირსებით სამწუხაროდ. სხვა ეხა ვინც კადრულობს მაგას იკადროს. ყველას თავის საქმე აქვს, თავის გასაჭირი აქვს, მაგრამ არ შეიძლება ეგრე რა. ხალხი ნუ შეკავთ შეცდომაში. მოკლედ მაგამ ბავშვი არ ხართ რა მარცლები არც ერთ ვარიანტში რა. თუ იცი რომ შენ პროდუქტს რაღაცა მინუსი აქვს, ეცადე რა იმის გამოსწორებას და ნუ ცდილობ რომ ვიღაცას რაღაცა შეტენო რა და რაღაცა დღეს იშოვო ფული და ასე შემდეგ რა, ცოტა შორს გაიხედეთ რა. მარტო დღევანდელზე ნუ ფიქრობთ. კონტენტის კეთებასთან რომ ქონდა პირველი შეხება და უკვე აი პირველი რაღაცა კომპანია რაღაცა იქ რეკლამა ისა ესა. აი მაშინ მივხვდი რეალურად ქართულ ბაზარზე რაც ხდება რა. აგერ ამერიკული ბრენდები ბიჭო ისე გიგზავნიან რაღაცებს, აი არც არაფერს აქ თხოვენ, ანუ ლიჟბი პროსტა სადმე რამე თქვი ან ახსენე და გამოაჩინე და სულ არ აინტერესებს შენ კარგ სიტყვი თუ ცუდ სიტყვი რა. ლიჟბი პროსტა სადმე რამე გამოაჩინე და ჯიგრულად ალა თქვი რა როგორ და რანაირად რა. ეს ქართველი ინფლუენსერები და კონტენტ კრეატორები რომ რა თქმა უნდა ეხა ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ უმეტესობა აი რავი ძმაო
ქებადიდების მეტი რო არაფერი არ იცით, ცოტაზე მოდით ბიჭებო, იმიტომ რომ მაგითი ბაზარს მაგრა აფუჭებთ. იმიტომ რომ მე კომპანიები ეჩვევიან მაგას და მე სხვებსაც იგივეს თხოვენ და მე 100 წელი არ გავუკეთებ რეკლამას ის რაღაცას, რაც მე თვითონ არ მომწონს. ანუ მე თვითონ თუ თვლი რომ ნაგავია, რატო უნდა გავუკეთო იმას რეკლამა. რამდენიც არ უნდა გადამიხადე, რა ჯანდაბად მინდა ეგეთი გაკეთებული რეკლამა. როცა ვიღაცა მერე წავა, იმას თვითონ არ მოეწონება და მერე მეტყვის რეალურად რომ ცი რა აი რაღაცა შენ რო რეკლამა გაუწიე, ეს იყო ნაგავი და შენ რო აქებდი ძმაო, ეგრე სადა. ეგ გინდა არ გინდა, მაინც მოგიბრუნდება ხვალთუზეკ. არ შეიძლება ძმებო ეგრე. ნუ დაკარგეთ სახე. ტეხავს. ხა ერთი პატარა საქმე მაქვს, ძალიან საყვარელი საქმე მაქვს სხვათა შორის და მინდა რომ ჩემთან ერთად წაგიყვანოთ და განახოთ კიდე დღის მანძილზე რითი ვარ ხოლმე დაკავებული. ასე რომ 1, 2 და 3 წავედით. ალბათ ეხა ბევრს დაგაინტერესებს თუ რანაირად აღმოჩნდით ხარლიდან აი ამ ვაჟბატონზე. ხო და ეხა დავგაზავთ. გავუდგეთ ეხა გზას და თან მოგიყვებით ეხა სად მივდივარ, რატო გადმოჟექი მოპეცე და ასე შემდეგ. მოკეთ ეხა მივდივარ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს თო გავუარო და წამოვიყვანო აქეთ. ვიცი რომ ეხა ვარ ღვევ, მოპედით არ შეიძლება ეს ადგილებში სიარული, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ, გიჟივით არ ვიაროთ და ასე შემდეგ. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ყველაზე მაგარი ორბოლიანი ტრანსპორტი ქალაქში გადასაადგილებად, როგორც პრაქტიკულობით, როგორც ხარჯით და ასე შემდეგ. არის სკუტერი ჩემო მეგობრებო. არ ვიცი შეიძლება ბევრს გაგიკვირდათ, მაგრამ ყველა ბაიკერი დამეთანხმება რომ ვინც ნამდვილი ბაიკერია, ყველას მოტოციკლეთთან ერთად ერთი ცალი სკუტერიც აუცილებლად უგდია გარაში, იმიტომ რომ სკუტერის გარეშე ცხოვრება ამ ქალაქში ფაქტიურად შეუძლებელია. ეს არის ყველაზე პრაქტიკული და ყველაზე იაფიანი ტრანსპორტი, რაც კი შეიძლება რომ ორბოლიან ტრანსპორტში იყიდო. აი იმდენად პრაქტიკული არ უბრალოდ ვერ ავხსნი. ხო და სანამ ეხლა ჩემს უსაყვარლეს ადამიანს მივაკითხავ, პატარა განხილვასავით გავაკეთოთ ჩემი სკუტერის. ალბათ უკვე გაგიჩნდებოდათ კითხვა, რატომ ჩინური AV-სა და არა მაგალითად რამე ბრენდული, თუნდაც მაგალითად Vespa ან თუნდაც Yamaha-ს Razer, Dio, TVS და რავი 1000 სკუტერი, რაც ბაზარზე არსებობს. ნუ პირველ რიგში მინდა დავიწყო იქიდან, რომ არის ჩინური, არის ძალიან იაფი შესანახი ამ სკუტერის ნაწილები, რავი. ყრია ყველგან აბსოლუტურად. ტემუზე შეგიძლია გამოიწერო ნებისმიერი რამე და კიდევ სახში მოაქვს ნაწილები. ეს ძალიან დიდი ბენეფიტია. სხვათა შორის არ მეგონა და ძალიან ამტანი სკუტერი აღმოჩნდა, რასაც რეალურად არ ველოდებოდი საერთოდ. მეგონა რომ ძალიან მალე დაიშლებოდა. კი, ცოტა გრუბია, ცოტა ესეთია, მაგრამ ქალაქში საჯლიგინოდ არის, რავი, იდეალური, თან ძალიან იაფი ღირს. 2000-ს კი იყიდი ამ კონკრეტულ მოდელს. ჰოპ. თვითონ ვერავინ ვერ დაგვინახა. კაი ტიპია რა. იაფი მიჯდება ძალიან ეხლა ამის შენახვა და არ მაწუხეს რა მოკეთ არაფერში, მაგრამ ნუ ფიქრობ შეიძლება გავყიდო რამე სხვა ვიყიდო, მაგრამ ჯერჯობით ყავს. ნუ აქვს რამოდენიმე ისეთი მინუსი რაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ ნუ ასუზამ ეხლა ვეაფერს უზამ, არის ძალიან გრუბია. რაზვაროტი რულის აქვს რაღაცა საშინელი. ამაზე მეტი არ ტრიალებს და ფაქტობრივად დაჟე ადგილზეც კი ძალიან რთულია ამ სკუტერის მოტრიალება. აი ეს რაზვაროტის ამბავი ძალიან არ მომწონს. აი ესეთი ტანკი მინდა სხვათა შორის. ამას თუ გავყიდი, ამისივე ძმას, ანუ ძრავი ერთი აქვს ორივეს, 150 კუბიანი არის, ვიყიდიდი დიდი სიამოვნებით. ზოგადად ეს სკუტერი იმიტომ მომეწონა, რომ რაღაცა თორქიანი მოტოციკლეტია რა, აი გას რო აძლევ, მოკეთ მიდის რა. სხვა სკუტერებთან შედარებით ბევრად უფრო ცოცხალია და მე მაინც კი იცით რომ თორქის მოყვარული ვარ და ეს რაღაცა ცოცხალი აპარატები მიყვარს რა და რაღაცნაირი ცოცხალია რა ადგილიდანაც რავი ხა შუქიშა კურიერებს რო ჩაბუჭერ ხოლმე, ყველას ვასწრებ ხოლმე რა, ანუ ისეთია. 125-150 კუბიანებში საკაიფო სკუტერია რა. მე ვერ ვიტყოდი რომ იმენა რაღაცა ძალიან მაგარია თქო, მაგრამ ნუ მოკეთ ჩემ მოთხოვნილებებს ეხა რაც მე მჭირდება, ყველაფერს აკმაყოფილებს ამ მომენტში. რომ მე ქალაქს არ ბერან თავს ეხა მოტოციკლით არ დავდივარ ხოლმე საქმეებზე და გაიქეცი გამოიქეცი საქმეები რომ აქვს ხოლმე, სულ სკუტერი დავდივარ და აი ეხლაც რა საქმეზეც მივდივარ. ამ საქმეშიც, როდესაც კარგი ამინდია ხოლმე, ყოველთვის ვიყენებ, თუ წვიმა არ არის და ასე შემდეგ. წვითაც, ნუ არა, წვით რეალურად კარგად წავს. ერთი პაკით, რავი, ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება მე დავდივარ გიჟივით. მაგრამ ნუ კარჩე ერთი პაკით 100 კილომეტრს, 120 კილომეტრს გავდივარ მეც ვერა. რეალურად 4 ლიტრი ჩადის. რავი, თქვენ გასაჯეთ, ბევრს წავს თუ არა, მაგრამ რავი რა, სკუტერია რა მოკლედ. 4 litrს დაწოვს თუ 5-ს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მაინც და მაინც. მოვედით ჩვენს ლოკაციაზე. ეხლა უნდა ავიდე და მიხვდებით რეალურად სად მოვედი და
ვის მივაკითხე? მოვაკითხეთ ქალბატონს. რაო? რაო ხარ? მიკროფონი. სკუტერით. მოგეთ ძალიან არ უყვარს ხოლმე ადრე რო ვაკითხავ. ვერასწრებს ხოლმე რაღაცების გაფერადებას და ხატვას და მე მეჩხოე ხოლმე ადრე მომაკითხავ. წავედით? წამო მაგას მე შეიკრა. არ გინდა ჯერ ცხელა გარ. აი მე და საყვარელი ხარ. მაქით რა მინდა. ფემოცაც ვაყენებ ხოლმე. აჰა. ეს შენ დაიჭირე თუ კი. მოთხელი არ მიაფარო მაგას. რა ხდებოდა ბაღში? ანუ ეზოში ჩავედი და რაღაცა სასაცილოებს ყვებოდი. სასაცილო რაღაცეებს ყვებოდი? ხო. და ცოტა საშიშებსაც. საშიშ რაღაცეებს რო ყვებოდით არ შეგეშინდა მერე? არა, მე მოვყვევი მარტო საშიში, ოღონდ მე ძალიან სასაცილო. ანუ სხვები შეაშინე? არა, არ შეაშინოთ, მაგრამ მე ძალიან სასაცილო იყო. მეგობრებო, ვინც არ იცნობთ, ეს არის ჩემი ქალბატონი. რა ქვია თქვენ ქალბატონო? ნინა. რომელიც წელს მიდის უკვე სად? 6 წლის რო გახდები და სექტემბერი რომ მოვა, სად მიდიხარ? სკოლაში მიდის უკვე, ხო? იმიტომ რომ უკვე დიდი გოგოა. გამარჯობათ. ნინაკოს ძალიან უყვარს ორბორბლიანი ტრანსპორტი, ხო? თუ არ უყვარს? სკუტერები და მოტოციკლები გიყვარს? მოკეთ ეხა იხილავთ მამიკოს მასტერობას, არ დამცინოთ ქალებმა განსაკუთრებით. უცებ როცა გვინდა სხვა გზა არ არის. ეხა ძალიან თად ტოპ ვერ გამოვა, მაგრამ წავა რა. ეხა ფოტო გადაგიღო და ის კიდე. მაინც არ ჩანს მეთქი, არა, კაი გამოვიდა. კარგია, ნუ ნერვიულ. მეგობრებო, კომენტარებში შეგვიფასეთ მამიკომ როგორი ნაწნავი გაუკეთა ნინაკოს. აჰა, რა გინდა შენ როდ გამოიყურე. მომეცი თავი. так. მოგეთ დოზე კაი ამინდი არის ხოლმე მე და ნინა ყოველთვის ესე გამოვდივართ ხოლმე ბაღიდან სკუტერით. ნუ ზოგადად ჩვენი კანონმდებლობით 12 წლამდე ბავშვის ტარება არ შეიძლება, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მაქსიმალურად ისეთ ადგილას დამყავს, რომ ეგრევე მზიურს ჩავდივართ ხოლმე რა, აქედან ახლა ფაქტიურად ქუჩაზე გასვლა არ მოგვიწევს. ეხლა თქვენ თვითონაც ნახავთ. რა ხდებოდა ბაღშთან მოგვიყევი? კარგი რაღაცება გავაკეთოთ, ეზოში ვიყავით ორჯერ. სასეა გავაკეთეთ, მაგრამ მოგვიდა და კიდე რაღაცა ვარჩი გავაკეთე, რაც ლავარი და მხოლოდ ხალიჩებზე და სტაფსა უნდა დახ. აჰა. ან კარგად ეს მძრება. მოგეთ ესე ამოვდივართ ხოლმე ფალიაშვილზე და შო აი აქ ჩავდივართ და ეგ არის. აქედან მე გვიწევს სულ ბორდიურებზე სიარული და ბორდიურებიდან ეგრევე ჩავდივართ ხოლმე მზიურში. აი აქედან გადავდივართ ბორდიურზე და ეგ არის. მე აქ ველოდებით ხოლმე შუქნიშანს. იქით ამ ხარეს მოვხვდეთ და ეგ არის. თქვენი კომენტარი თუ შეიძლება. ხო არ გცივა? არა. ხო და მოკლედ მეგობრებო, რა ვიცი აბა იმაში რაშიც მჭირდება ეს სკუტერი ძალიან კარგ პატივს გცემს რა. ეხლა ნინაკოს ძალიან მოწონს ამითი კატაობა. რა გითხარი? რანაყენს გეყედი. არ მithქვამს? კი გუში მითხარ. არ მახსოვს? მეგობრებო, ნინა არის ძალიან წუწუნა ზოგადად. ხო და ესე ჩავგორდებით ხოლმე მზიურში, არავის არ ვაწუხებთ, ესე წყნარად და შვიდად. ნაყენს რა კონტ. აჰა, ეს თავის ტიქიაში ისევ ნაყენს. ა? თან ეს მეტოდა, თავიდან რომ გამიკეთო არ შეიძლება. მაგინდა გავჩერდეთ ზიურში? მე მინდა ტრენაჟორებთან გავჩერდე. ტრენაჟორებთან გავჩერდეთ? კარგი გავჩერდეთ. ესეც ჩვენი ტრენაჟორები. მოკეთ, მე და ნინაკო ეხა აქ ვითამაშეთ ცოტას და მე წავალთ სახლში. გაჩერდეთ. გავაჩეროთ. ნინაკოს უნდა რომ ისე დაგემშვიდობოთ რომ მოიხსნას ყველაფერი. იცოდით რომ ლამაზად იყო, ხო? დაიჭირე? ეს ვისაც გოგოები ყავთ, კი გეცოდინებათ რა დღეში ვარ. აჰა, აი აქ შეგიძლია უთხრა მაყურებელს რაც გინდა. უთხარი რომ მამიკოს არხი გამოიწერონ და ბევრი ლაიქები და კომენტარები დაწერონ. გამოიწერებ მამიკოს.
მოგეთ მეგობრებო, ესეთ ტკბილ ნოტაზე გემშვიდობებით, იმედია ვიდეო მოგეწონათ და საინტერესო გამოვიდა და რა ვიცი, დანარჩენი იაქტიურეთ, დამიწერეთ ხოლმე ზოგადად როგორი ტიპის ვიდეოები გინდათ და მაქსიმალურად ვესწრები რომ გადავიღო. ნუ ეს ახლა კი ხვდებით რომ ფორს მაჟორში გადაღებული ვიდეო არის და რავი შეიძლება ისეთი ვერ გამოვიდეს, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი ჩემი დღე არის მოკლედ, ხო და რავი იმედი მაქვს ისე ამონეთ. და აბა დროებით შევხვდებით შემდეგ შაბათს როგორც ყოველთვის 10:09-ზე.